მოგესალმებით. არ მახსოვს მე რამდენი დღეა. კაი ბლომად. ახლოს ვარ 300-თან. და ახლა მოვისმინეთ. ვარ სასამართლოსთან, უზენაესთან. საქმე აი პოლიტიკური დევნის გაგრძელება და ერთ-ერთი ნათელი მაგალითი. ის პრინციპი დაცული არის, ნარატივი დაცულია სახელმწიფოს მხრიდან, რაც ხდებოდა დეკემბრის აქციებზე და რაც მოყვალა შედეგად, რომ დაისაჯოს ყველა აქციის მონაწილე და ყველა ვინც პროტესტს გამოხატავს და არ დაისჯება არც ერთი ჩვენიანი, ის ლოგიკა და ნარატივი შენარჩუნებულია ჩვენ საქმეზე. ჩაატარებდა პირველი არის რომ დადგებოდა ბიჭების დაკავების საჭიროება საერთოდ და მეორე თურმე გადაწყვეტა როდეს გავინდესდეს ბრალი წაეყენებია პირველი ვისაც ბრალი ეხებოდა ის ეხებოდა ვექანოციას ძალიან საინტერესოა კიდევ ერთხელ ვაპატიეთ რომ ამდენჯერ სახელმწიფოს გასვენებთ მაგრამ შეგაუნდებოდა ამბობია ძალიან საინტერესოა ვინ არის ეს ადამიანი ერთი არის თქვენ საჯარო ცხოვრებიდან მეორე არის ისი გაგება შემცველი მე როგორც ადვოკატმა და ადამიანმა ვისაც სისხლის სამართლის საქმის მასალებმა ვიწვევა ხელი. ეს არის თბილისის მერიის შეფესეს დასაქმებული ეს არის თბილისის ჯგუფის თანამშრომელი რომელიც აქამდე ფართოდ გამოიყენებოდა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასების ანგარიშიც მოხდა რომ ეს ტიპუშკები საიდანაც დაიდენტიფიცირებული ტიპუშკები აქამდე დეკემბრის აქციებიდან და ექსპორტზია ამობოლის გაკეთილი იქნა ამ შემთხვევაში ყავს პერსონაჟი ახალი ეს მოწადინებული რეკორდსმენი რომელსაც სამი ჩვენება მიცა რეალურად გამოძიებას და სამივეში იძახდა რომ ძალიან იკინა და ითხოვდა ადამიანების დაკავებას და ამას აკეთებდა ორი კვირის განმავლობაში. ახლა ამის ფონზე დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ რომ 15 წუთიანი შუალებებია მის გამოძიების ოფისსა და მის ჩაწერილ ვიდეო შორის. მას შემდეგ რაც მოვაწერა ჩვენებას ხელი სადაც ამბობს რომ ძალიან ადგილის და ესე ვთქვათ დაზიანდა და ითხოვს ადამიანებს დაჭერას და ციხეში ჩასვლას 15 წუთში წერს ვიდეო სადაც ამბობს რომ ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი არის, ძველი ბიჭია, კარგი ბიჭია, მაგარი კაცი არის და ყველას გამაგრებისკენ მოუწოდებს და ამბობს რომ იქნებ დალეცა ადამიანები. ეს არის ამათ მორალური სტანდარტი რეალურად და ეს არის მექანიზმის სტანდარტი. ეხლა მეორე და საგანგაშო არის ის რომ ამ ვიდეოებზე ხელით მივუწვდებოდა ჩვენ ვალდებულება პირდაპირ გამოძიებასაც ხმოდა ახმული, მოპოვებული და დამოუკიდებელი საქმე. რატომ არ დაამაგრეს მარტივი მისახვედრია? ის რომ დავამაგრებინოთ ეს ყველაფერი საქმეზე, ამის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია და უკვე გავაკეთეთ დიდი ნაწილი, ისევ გავაგრძელებთ, მაგრამ ველოდებით გარკვეულ წინააღმდეგობას, რომ ისინი ალბათ სადავოდ გახდიან ამ ვიდეომასალასაც, იყვიან რომ ეს ვიდეოებზე ალბათ ბექაგოცილიძე ასახული არ არის, იმიტომ რომ ალბათმა პროკურორმა უკვე იკადრა ამ ხაზის გაჟღერება, რომ დარწმუნებული არ არის იმ პირის ვინაობაში ვინცეს ამ ვიდეოებს და ვინ არის ამ ხაზების ავტორი და როგორია რომ ამ ტექნიკური შეკეთების გააგრძელებენ ჩვენ წინააღმდეგობის გაწევას. მაგრამ ამისთვისაც გვაქვს გარკვეული მზაობა რომ ჩავატაროთ მათ შორის ექსპერტიზები, აპოტოსკოპიური ექსპერტიზა და დავადასტუროთ რომ ნამდვილად ბექაგოცილიძეა საუბრების და ამ ხაზების ავტორი. თორნიკეს შევეთქვა უნდა იყო რომ სანამ საჯაროდ გავაცხადებდით ამ ყველაფერს ჯერ პირადად ვეთქვა ეს ყველაფერი პროკურორის რომ ის უბრალოდ დასახმარებლად ჩიმშილობდა ის ყველაფერი გადავეცით პროკურორს სხვა მივიღეთ ის რომ ისინი ზადარიან საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარო მაგრამ ალბათ რაც პათოლოგიურ სკეპტიციზმში არ ჩამოვარდნით თუ ვიტყვი რომ არ ვენდობი და იქამდე სანამ ჩემი თვალით ავნახავ დანას სანამ ჩემი თვალით ავნახავ საგამოძიებო მოქმედებებს არ ვაპირებ რომ რაღაც ხელდაკრებილი ვისხდეს და თქვათ რომ უი პროკურატურამ დაგვირდა და უი პროკურატურა გააკეთა. ასე რომ თუ ჩვენთვის ყველა წუთი და ყველა საათი ძალიან მნიშვნელოვანია რომ თორნიკეს დაზიანებას თორნიკეს ჩავთვალობა არ დავაზიანოთ და როგორმე შედეგი თორნიკეს მხრიდან აბსოლუტურად მესმის, იმიტომ რომ როგორც ჩანს იმდენად სამართლიანი ადამიანია, რომ ამ თორნიკს ცხადა გამოეხატა თავისი პროტესტი და სოლიდარობას უცხადებ მას ამ თვალსაზრისით ვფიქრობ არ გვაქვს ხდება რომ ის ამ პოზიციას პატივი არ ვცეთ, თუმცა რა თქმა უნდა ვშიშობ და არ მინდა რომ რამე ისე გართულდეს რომ მე ამიტომ ჩვენ თუ კი რამის გაკეთება შეგვიძლია აქედან რომ პროცესი უფრო დაჩქარდეს და უფრო ვთქვათ სამართლებრივად ისე წავიდეს პროცესი როგორც
ცოტა ნორმალური იქნებოდა და არა ეს აბსურდი და სიგიჟე. ჩვენ პროტესტის მონაწილის ხედვას იმასთან დაკავშირებით, რატო დააკავეს ეს ბიჭები. ზოგადად იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მოახლოვდა უკვე 4 ოქტომბერი და ხშირად არის ლაპარაკი იმაზე, რომ გადამწყვეტი ბრძოლა ახლოვდება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რეჟიმის მიზანი არის, რომ მაქსიმალურად დაასუსტოს რუსთაველის პროტესტი, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან რუსთაველის პროტესტის მნიშვნელობა და სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ამას. ერთი ეს არის სოციალური ქსელებით ჩვენი მიზანმიმართული დაშავება, პროპაგანდა მუშაობს ძალიან კარგად და იყენებენ ისეთ პროპაგანდისტურ მესიჯებს და ну არ ვიცი ძალიან კარგად ასრულებენ ის ადამიანები ამ დავალებებს, ვინც შემსრულებლები არიან. ასევე როგორც მარიამაც ახსენა, ეს არის ტიტუშკების ფენომენი და პროვოკატორები, რომლებიც ამასინათაც იყო ეგეთი შემთხვევა, რომ რუსთავეზე ჩამოისერნა ვიღაც პროვოკატორმა, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი არ დაძაბვა და არ მოყოლია ამას რაიმე ინციდენტი. ესეც ერთ-ერთი აქტიური ფორმაა და ვფიქრობ, რომ კიდევ ხშირად გამოიყენებენ ამ ფორმას, იმიტომ რომ რუსთაველის პროტესტი არის ახლა მათთვის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც 10 თვის განმავლობაში ქუჩაში დგას და რომელიც აქტიურად არის ჩართული პროტესტში, არის ყველაზე საშიში რეჟიმისთვის. ხო, მოკლედ უბრალოდ მინდა სიფრთხილისკენ მოგიწოდოთ, რაციონალური მიდგომისკენ მოგიწოდოთ, რაღაცნაირად ეს დაკავებები კიდე ჩვენთვის იყოს ერთგვარი შემამზადებელი იმისთვის, რომ მეტად გავძლიერდეთ პანიკას, არა უკვე უფრო მეტად მობილიზებულები ვიყოთ, შევიმუშაოთ მეთოდები თავდაცვის და მიჭერს სოლიდარობა და იმედი მაქვს, რომ მალე დავიხსნით მათ ამ საგიჟეთიდან. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მინდიას, თავისუფლება თორნიკეს. შორიდან, ქვეყნის გარედან, რომლის საქართველოს ყოფნის წინააღმდეგი ციტობენ რატუაციაზე გამოსვლით, მაგრამ ასე გადაწყვიტა თვითონ. დავით ხოლმე. მეგობრებო, თავისუფლება თორნიკეს, თავისუფლება მინდიას, თავისუფლება სიცოცხლის ყველა ბატმას. გამხობა და საჯელი რეჟიმს. მე მჯერა რომ სამართალი აღგება მხოლოდ მაშინ, როდესაც არა მხოლოდ ის რომ გათავისუფლდება ყველა უდანაშაულო პატიმარი, არამედ ყველა, ვინც ამ საშინელებაში ვისაც მიუძღვის წვლილი, ის დაიჭრება. ზუსტად ამიტომ მჯერა ლუსტრაციის, ამიტომ მჯერა იმისა, რომ ჩვენი ბრძოლა, რომელიც უკვე 10 თვე და მალევე 9 თვე გრძელდება, არ უნდა დარჩეს უშედეგოდ. მე როდესაც უყურებ ადამიანებს, ვინც ყველაფერი გასწინეს საკუთარი თავისუფლება, გასწინეს მათი ეკონომიკური შესაძლებლობები იმისთვის, რომ იყვნენ რუსთაველზე, რა თქმა უნდა, არც მე და არც არავის სხვას არ გვაქვს უფლება, რომ ვიჯდეთ და ვთქვათ, უყუროთ ამ პროცესს შორიდან, იმიტომ რომ ყველაფერი არის ძალიან სერიოზულად. როდესაც იბრძვი უკვე 9 თვე, აღარ გაქვს უფლება უკან დახევის, უკვე გამარჯვებასთან ხარ გაცილებით უფრო ახლოს, ვიდრე დამარცხებასთან. ეს ხდებოდა ყველა ქვეყანაში, ჩილეში, არგენტინაში, სერბეთში, ყველგან და ყოველთვის, როდესაც ადამიანები გებოდნენ საკუთარ განსხვავებებზე მაღლა და საკუთარ კომფორტზე მაღლა, ისინი ამარცხებდნენ რეჟიმს. და მე ზუსტად ამისი მჯერა. მე ვიცი და ემიგრაციიდანაც ვუყურებ ხშირად იმას, რომ პროტესტის ამ ეტაპზე სამწუხაროდ ბევრი შიდა გარჩევა გვაქვს, ბევრი შიდა უთანხმოება. ვიქნები ძალიან გულწრფელი და ვიტყვი ამას, რომ საკმაოდ ხშირად უპირისპირდებით ერთმანეთს, მაგრამ ასევე ძალიან კაფეოდ ჩანს ის, რომ შეიძლება ვერთახდებოდეთ კარიერებზე, ბრძოლის ფორმებზე, გადაკეთების ამტკიცების ფორმებზე, მაგრამ თანხმდებით ყველანი იმაზე, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ეს ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ. და როდესაც ამბობ, რომ ეს ქვეყანა არის შენი, უნდა მოიქცე ისე, რომ ეს ქვეყანა არის შენი და არ უნდა გაემორჩილო წინასწარ. სინდისის პარტნიორებმა ზუსტად ეს მაგალითი მოგცეს, ისინი არ ემორჩილებიან სისტემას, როდესაც შენ ტიტუშკა გიტევს, როდესაც ფიზიკურად გისწორდებიან, შენ გააქვს თავდაცვის უფლება. ავტოკრატიის მთავარი ერთ-ერთი მექანიზმი არის ის, რომ გაიძულებენ, რომ წინასწარ დაემორჩილო მათ. გაიძულებენ, რომ შენ უფლებებზე უარი თქვა, შეგეშინდეს, გაშეშდე და იფიქრო იმაზე, ახლა მე აქ რო გადავიდე ორი ნაბიჯით და რუსთაველი გადავკეტო, რა მომივა დამაჯარიმებენ, დამაპატიმრებენ თუ რას მიზამენ მე ან ჩემს ოჯახს. ეს ფიქრები, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მაგრამ დროა რომ ეს ყველაფერი დასრულდეს, დროა რეჟიმი დასრულდეს და თუ კი ჩვენ ყველა ამას მოვინდომებთ,
არ წავაგებთ ამ ბრძოლას, მე მჯერა რომ ივანიშვილი და მისი მონები, ვიცი რომ ამისთვისაც აჯარიმებენ უკვე და ამისთვისაც ალბათ ცალკე ფონდი იქნება შესაქმნელი, მაგრამ ნამდვილად მონები არიან, ჩვენ მათ გავუშვებთ იქ საიდანაც ისინი მოვიდნენ, ანუ რუსეთში. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, გამარჯვება ჩვენ დამხობა რეჟიმს. მადლობა. ზოგადად მაუწყებლის მარში დააპირებენ შემოგვერდნენ. ანუ ჩვენ ესე ქონდა ჩაფიქრებული რომ ვიცი რომ ნაცი თქვენკაც ესე იგი გეჩქარებოდათ რუსთაველზე თუ ვინმე აპირებთ რომ წახვიდეთ ცხადია რომ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ თორე და დაველოდოთ მარს ჩვენ სხვა დროსაც ქონია ასეთი პრაქტიკა გვაქვს უკვე ისინი გვერდებიან ხოლმე პერიოდულად ხუთშაბათობით აქ გამოივლიან რამდენიმე სიტყვით გამოსვლელია ხოლმე როგორც წესი ბოლოს სინდის პატიმრების სიას ისინი კითხულობენ და ასე მე ერთიანად ორგანიზებულად ჩავდივართ ხოლმე რუსთაველზე დღესაც შეგვიძლია ასე გავაკეთოთ მოკლედ შესაბამისად გვაქვს კიდევ რამდენიმე გამოსვლელისთვის დრო თუ რომელიმე ვინმეს ესე იგი თქვენს შორის აქვს სურვილი მიმდინარე პრობლემებზე ილაპარაკოს თუ არა და მე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას იმიტომ რომ ჩვენ ხუთშაბათობით გარდა კონკრეტული პოლიტპატიმრების кейსებისა როგორც წესი ვაჯამებთ ხოლმე ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე მომხდარ ამბებს აი ამ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის გზაზე, ადამიანის უფლებების დარღვევების გზაზე, პოლიტიკური თავისუფლებების მიტაცების გზაზე, რითიც დაკავებულია ხელისუფლება და ამ გასულ კვირას ალბათ ერთ-ერთი მთავარი ასეთი მოვლენა იყო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ წამოწყებული საქმე. იცით თქვენ რომ ამ ორგანიზაციების ამ 7 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წინააღმდეგ საქმე უკვე დაწყებული ჰქონდათ ეგრეთ წოდებული ფარას, ქართული ფარას საფუძველზე, თუმცა სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა თვითონ ამ ორგანიზაციებისაც კი ჩვენი ერთ დღეს დილით გაიგოძეს ნახეს რომ მათი ანგარიშები დაკარგებულია და მხოლოდ 11 საათზე პროკურატურის განცხადებით შეიტყვეს რომ საქმე მიმდინარეობს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება იმ მუხლებით რომელსაც როგორც წესი ხალხურად მოიხსენებთ ხოლმე სახელმწიფო გადატრიალება და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები აქ ლაპარაკია საბოტაჟზე ლაპარაკია უცხო ქვეყნის გავლენის მქონე ორგანიზაციების მხარდაჭერაზე და ასე შემდეგ არის სრულიად წარმოუდგენელი აბსურდი კლასიკური ესე იგი რა საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებით 30-იანი წლების შეთქმულების თეორიებით და ეს ყველაფერი საბჭოურია იმის გამო მათ შორის და არა რუსული სხვათა შორის რომ როგორც წესი აქ მოიაზრება რომ არსებობენ ადგილზე ორგანიზაციები რომლებიც რაღაც დასავლეთიდან გლობალური მაშინ რაღაც გლობალური დასავლეთიდან თუ ასე შემდეგ როგორც გლობალური ობის პარტია თუ deep state როგორც უწოდებს ხოლმე ამას ქართული ოცნების შეთქმულების თეორიების შემთხზელები ესე იგი თითქოს ამ ორგანიზაციებიდან იღებენ მხარდაჭერას როცა ვლაპარაკობთ რომ ეს რეჟიმი რუსულია ძალიან გავს მათ შორის ეს მაგალითი ამ ორგანიზაციებისა რუსეთს იმიტომ რომ რუსეთშიც სწორედ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მოქმედებები დაიწყო ის ვითარება რომელიც დღეს არის ამ ქვეყანაში თუმცა არის ერთი ძალიან არსებითი ჩემი აზრით მაინც განსხვავება რუსეთში ექსტრემიზმის მუხლით არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სამოქალაქო აქტივისტებს და შემდეგ როცა იჯერენ იქ მინიმუმ გასაგებია ესე იგი საფუძველი მაგრამ მინიმუმ ეს სარჩული მაინც არსებობს რომ ომშია ეს ქვეყანა ჩართული და ასეთ ქვეყანაში როგორც წესი ადამიანის უფლებების შეზღუდვა და რაღაცა ესე იგი ქვეყნის ეროვნული ნარატივის თუ სტრატეგიის წინააღმდეგ მოქმედება რაღაცნაირად შეიძლება ყველა ქვეყანაში სამსაგანგებო მდგომარეობის გამო იყოს შეზღუდული რა და ჩვენთან ეს ყველაფერი ხდება ერთადერთი მიზნით კი ანუ რო გითხოთ მშვიდობა მაგრამ იქცევიან რომ ესე იგი ჩართული არიან ფაქტიურად რაღაც ტიპის გლობალურ ძალებთან კონფლიქტში მათ მიერვე გამოგონილ ქიმერებთან საბას ხედავ ბრაჭოს არ ვიცი საბა მოუმზადებლად თუ იქნება მზად რომ გაგვიზიარო რა ვითარება ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით მოდი იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ექნება სათქმელი იმიტომ რომ ეს ორგანიზაციები საბა პლუს ჩვენ ახლა რაღაცა ყურით ვარ მოგვითხრებია ეს ამბავი ძალიან კარგად გვესმის რომ ერთი მხრივ პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან ზოგადად დემოკრატიის ხარისხთან ამ ორგანიზაციების ბედი და მეორე მხრივ საბაბი რომელსაც მათ ედავებიან სწორედ აი ამ საპროტესტო მოძრაობის ამ წინააღმდეგობის მოძრაობის მხარდაჭერა აბსურდული ასევე იქნებ ესეც მოგვიყვი რა ხდება ამ საქმეში მადლობა
ოკეი. გამარჯობა. ესე ლაპარაკი არ ვიცი, არ შემიძლია. მაგრამ ხომ თორნიკეს ფარდასაჭირად ვარ და მინდიას ფარდასაჭირად მოსულები რა თქმა უნდა. პოლიტიკურად ვცდილობ სამხალხო საზოგადოების ორგანიზაციები რომ ვიმუშაოთ, გავაგრძელებთ ამ მუშაობას პირდებით, ყადაღა იქნება თუ სხვა რამ ეს არ შეგვაჩერებს, ახლაც და შემოდგომაზეც და შემდეგაც ყველაფრის მიუხედავად როგორც არ უნდა სცადონ შეჩერება მზად ვართ ამისთვის, ეს არაფერი არ ყოფილა მოულოდნელი, ამიტომ გავაგრძელებთ მუშაობას. ეხლა ჩემს მეგობარსაც ამას ვეუბნებოდი, რომ ადვოკატი ან რაღაცა სხვაგვარი მხარდაჭერა, რის გამოც მდევნიან იდეაში ჩვენ საჭირო როცა გახდება ყოველთვის იქნება ნებისმიერი აქციის მონაწილისთვის და ბოლოს ერთიანად აუცილებლად მივახსენებთ იმას, რომ ეს ყველაფერი გაგვახსენდება როგორც კოშმარული სიზმარი, საიდანაც საბოლოოდ გავხდით. დაი, რაც შეიძლება მალე. დიდი მადლობა საბა. კალდონო ცაროს მინდა უთხოვო, იმიტომ რომ კალდონო ცარო არის იცით თქვენ ჩვენ ესე გავიცანით ყველა როგორც არჩილ მუსელიანცის დედოვილი. ჩვენ გქონდა ერთი დღე არჩილს მიუძღვენი და კალდონო ცარო აქ იყო და არ ვიცი ვინც ეგ დღე ნახა ან კადრებში ან ვიდეოში და კიდე არსებობს კალდონო ცაროს სხვა ჩანაწერები, სადაც ის არჩილზე ლაპარაკობს. წერა რომ ლაპარაკობდი რომ რაღაცნაირად ამ ამბებმა ერთი მხრივ ყველაზე უფრო ძიმე და ბინძური რაღაცები ამოატივტივა ამ ქვეყანაში თქოს რომ ორწნეების სახით და აი მე რაღაც ეგრეთ წოდებული ძველი ბიჭების და ამ შემდეგ მეორე მხრივ ამოატივტივა და ზედაპირზე ამოიტანა ალბათ ყველაზე უფრო არ ვიცი ის რომ ვეფხისტყაოსან უბრალოდ გამოგონილი ამბავი არ არის ხო რაღაცნაირად შემთხვევითი არ არის რომ ქართველებმა დაწერეს თუ ქართველი ავტორი ყავს და ამ კულტურაზე გაზრდილი ხალხი ვარ და ვეფხი და მოლხმე და სხვები ეგეთი ისტორიებიც ბევრი ვიცით და ჩემთვის ცაროს ისტორია არის ერთ-ერთი ეგეთი და კალდონო ცარო გთხოვთ ვიცი რომ რაღაც დაანონსება კიდე და ასევე თქვენი შტაბის-ძლებები გაგვიზიარეთ გილოცავთ რომ გახდა არჩილი ამასობაში სტუდენტი მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მინდა გამოგიწყალოთ ესე იგი ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის. ხმა. არჩილის სიხარულის გაზიარებისთვის, რომ ესე გვერდში გახართ, აი გუში წინ ხმა. უბედნიერესი ყველა მილოცავდა, ხოცნიდა, მეხვეოდა და ძალიან დიდი სიყვარული და სიყვარული ვნახე ამ ასაკში თქვენგან. ეხლა მინდოდა კიდევ დამიანობას ვინაერთი რომ კვირას გეგმა მე პირადად მას მინდა არჩილის სოფელში კაზრეთში მოვაწყო სახელობის დაძროსგან მარში პარალელურად ვაპირებთ წავიდეთ საქმეში შევახსენოთ ამ მთავრობას რა დანაშაული აქვს ჩვენს ქართველების და საქართველოს წინაშე საყდრისის აღდგენის გამო და პარალელურად მიგვაქვს გაზეთები პარტიული წერილები ციხიდან სადაც მე ბოდიში ბაზრობაზე შევიყვეთ დავაარიგებთ და მინდოდა ვისაც აქვს საშუალება რომ ცხრის ნახევარზე რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ და სავარაუდოდ ცხრისთვის გავალ. ეხლა რაც ესეთი აზრის მიხესო ზოგი შეიძლება იქიდან არის ალბათ საათზე 11:30-ის კაზეთის გადასახვევთან იქიდან შემოგვიერთდება წავალ და ვნახავ. კიდევ ვიდა მადლობა გადაუხადო აქ მაშინ არჩილის რო იყო გადაუვიათ ჩემი სურათი რო იყო და არჩილის გაუგზავნიათ ეს ჩემი სურათი და არჩილმა გამომიგზავნა თვითონ იქიდან ნახეო მარტო შენ კი არ მიგზავნია აიო მეც გიგზავნი სურა რა მაქვს შენთვისო და აქ სიყვარული და გულები რა ვიცი რა გითხრათ ვარ ძალიან ბედნიერი აი ცით ისეთი ბედნიერი ვარ რომ აი ენით რომ ვერ გადმოვცემ აი ეს არჩილის ჩაბარება
არჩილის მისჯა და ეს სასამართლოები მეორე ადგილზე გადაიტანა, იმიტომ რომ ეს ვიცით რომ ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად, ეს არის დროებითი და უმნიშვნელო არის იმასთან შედარებით, რაც არჩილმა მიაღწია, არჩილმა გააკეთა მისი სურვილი, მისი მიზანი, იმიტომ როგორც იცით არჩილი ძალიან კარგად სწავლობდა და მისი ოცნება იყო სწავლა და ეს ახდა ეს ოცნება. ეხლა მინდოდა ერთი რაღაც ლირიკული გადახრა არჩილი რომ მე სურათები დამქონდა ვაჟღერებდი წერილი გვიან და გვიან გაუგზავნე წერილი. იმიტომ მაინც ვღელავდი იქნებ, რა ვიცი, ახლა უცხო მაინც რას ფიქრობს, შეიძლება ზუსტად არ ესი ამოვნოს ჩემი ასეთი აქტიურობა, მაგრამ მისი ძალიან უთბილესი წერილი მივიღე, არ ვიცი, ძალიან თბილი და ამით მან მომცა თავისი ასე რომ ვთქვათ, თანხმობაც რომ მისი სახელი გამეჟღერებინა, მისი სახელით მელაპარაკა, მადლობები, სიყვარული და ისეთი ბედნიერი ვიყავი. მე სულ ვიცინოდი, ეს დავდივარ ქუჩაში ვიცინე, ახლა ზოგს მშობელს ჩემ შვილებსაც რაღაც ფიქრობდა ეს ქალი რას იცინის, ას დადის დედაო შვილმა უნდა იქო ვინმეს ეგონება გასართობად დადიხარო, რატო იყიმები სულო და მე ერთ მშობელს მეუბნეოდი. აი ცით როგორ ვიყავი, მე ბებიაილიკო და ილორი არის სურიყელას არის. დამქედა მე ვთხარი ქვეყანა იქცევა, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, ნამდვილად ბედნიერი ვიყავი, იმით რომ არჩილის გულში ჩემს მიმართ სიყვარული გაჩნდა. მე მწერდა მე თვითონ მიყვირს ასე მცირე დროშიო, ორჯერ ნანახი ადამიანი ასე ძალიან როგორ შემიყვარდიო და რა ვიცი, მიყვარს უზომოდ, ნამდვილად, მიყვარს როგორც ჩვენი ქვეყანა, ის ასოცირებულია საქართველოსთან, ჩემთვის. იგივე საქართველო არჩილი ჩემთვის, არა მარტო შვილი, არამედ რა ვიცი, აი ესეთი გრძნობა მაქვს და ამიტომ შეუძლებელია რომ არ გიყვარდეს საქართველო, ჩვენი სამშობლო და ასოციაცია არჩილის ჩემი საქართველოსთან და ამიტომ რა ვიცი, გაუმაჯოს არჩილს და წარმატებები მან. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა კალბატონსა, რომ მე გავიმეორებ თქვენს, ესე იგი 9 საათზე კვირას 9:30-ზე დაიწყება შეკრება რესპუბლიკის მოედანზე არჩილის მხარდასაჭერი მარში, რომელიც გაემგზავრება კაზრეთისკენ. მოგეხსენებათ, იქიდან არის არჩილის წარმოშობით. ალბათ შემთა მეგობრებშია დაახლოებით რომ ვიცოდე რაოდენობა რომ ტრანსპორტით გავსარგებლო კი ესე იგი ლოგისტიკური ამოცანებს იოლად გადასაწყვეტად კარგი იქნება ვინც წასვლას დააპირებთ არა თქვენი ტრანსპორტით კალბატონ საროს აცნობოთ წინასწარ მის Facebook გვერდზე იმისთვის რომ გახდება თორა საჭირო თქვენ სამარშრუტო ტაქსების დაკი თავისუფლება აი ამ ერის შემოგვასა დისკნა ასეთი სამართლო რეჟიმს თავდაცვა არ არის თავდასხმა ეს სამართლოური ადამიანი ყავთ ციხეში
მითქოთ ციფრის პატიმრების სიას, იმიტომ რომ ტრადიციულად ვაკეთებთ ხოლმე და მას აქედან წავიდეთ რუსთაველს. ცოტანი ვარ, ბევრი ვარ, საშუალოდ ვარ, ამას ხათი აქვს რაღაც მნიშვნელობა, თუმცა არა გადავწყვეტი, რომ ეს ადამიანები ამას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და როგორც კი ხედავენ, რომ თქვა ჩვენ როგორც კი აინახავენ, რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ პროტესტს, ეს იქნება მათთვის ძალიან მძიმე. ამიტომ ჩვენი ვალია, რომ ეს პროტესტი, ეს წინააღმდეგობა გავაგრძელოთ და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ამას მივიყვანთ გამარჯვებამდე. სოლიდარობა, თავისუფლება ყველა რეჟიმის ყველას და აქვე ვისარგებლოთ შემთხვევით და გურების ხოვას თქვენთან ერთად მიულოცავ დაბადების დღეს დარწმუნებული ვარ ეს არის. მადლობა სანდროსის ბიძაშვილს თავისი ბრძოლისთვის და სანდროსაც აქედან ულოცავ ეს ბიძაშვილის დაბადების დღეს. მადლობა ყველას. მადლობა დოდა, მადლობა თქვენ ყველას. თქვენ გამოგებაში. თავისუფლება ირაკლი მეღვინედ უხუცეს. თავისუფლება უჩა აბაშიძეს. თავისუფლება მარია რიაშვილი. თავისუფლება გიორგი ოკმელაშვილი. თავისუფლება საბა მეფარიშვილი. თავისუფლება ომარ ოკრიბელაშვილი. თავისუფლება მათე დებიძეს. თავისუფლება ანატოლი გიგაურს. თავისუფლება ვალერი თეთრაშვილი. თავისუფლება თემურ ზარსოხაშვილი. თავისუფლება არჩილ მუსალიას. თავისუფლება გიორგი მინდაძეს. თავისუფლება დავით ლომიძეს. თავისუფლება დავით ხომერიკს. თავისუფლება ანტონ ჩეჩის. თავისუფლება დანიელ მომლაძეს. თავისუფლება გურამ ხუტაშვილს. თავისუფლება ვასილ კაძელაშვილს. თავისუფლება ვეფხია კასრაძეს. თავისუფლება გიორგი გორგაძეს. თავისუფლება გორნიკე გოშაძეს. თავისუფლება ისაფ ალიევს. თავისუფლება ირაკლი მიმინოშვილს. თავისუფლება საბა ჯიქიას. თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს. თავისუფლება გური მირცხულავას. თავისუფლება ანრი კვარაცხელიას. თავისუფლება რუსლან სივაკოვს. თავისუფლება ონისე ცხადაძეს. თავისუფლება ნიკოლო ჟამახიშვილს. თავისუფლება საბა ხვიტარიძეს. თავისუფლება სერგეი კუხარჩუკს. თავისუფლება ირაკლი თერაშვილს. თავისუფლება რეზო კიკნაძეს. თავისუფლება გია ტერიშვილს. თავისუფლება ლუკა ჯაბულას. თავისუფლება ნიკა კაციას. თავისუფლება ჯანო არჩაიას. თავისუფლება ანრი კაკაბაძეს. თავისუფლება არტემ გრიბულს. თავისუფლება ანასტასია ზინოვკინას. თავისუფლება მზია ამაღლობელს. თავისუფლება გიორგი ჩიკლაიძეს. თავისუფლება დენის კულანიც. თავისუფლება გიორგი ნეფარიძეს. თავისუფლება ირაკლი პატრიაშვილს.
ჯავახიშვილს თავისუფლება ირაკლი ოქროაშვილს თავისუფლება ზურაბ ჯაფარიძეს თავისუფლება გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლება ნიკა მელიას თავისუფლება ნიკა გვარამიას თავისუფლება ნინო დათაშვილს თავისუფლება ზვიად რადიას თავისუფლება ბადრი ჯაფარიძეს თავისუფლება მამუკა ხაზარაძეს თავისუფლება გიორგი ვაშაძეს თავისუფლება გივი თარგამაძეს თავისუფლება ლაშა ცანავას და კიდევ ერთხელ თავისუფლება დორნიკე გაშხოას თავისუფლება დორნიკე გაშხოას თავისუფლება მინდია შარვაშიძე თავისუფლება მინდია შარვაშიძე თავისუფლება რეჟიმის წყლებს გამარჯვება რეჟიმის წყლებს ახლა მარშით მივდივართ რუსთაველზე. გამარჯვება გური მირცხულავას თავისუფლება ანდრი კვარაცხელიას თავისუფლება რუსლან სივაკოვს თავისუფლება ონისე ცხადაძეს თავისუფლება ნიკოლოზ ჯავახიშვილს თავისუფლება საბას ხვიტარიძეს თავისუფლება სერგეი კუხარჩუკს თავისუფლება ირაკლი ქერაშვილს თავისუფლება რეზო კიკნაძეს თავისუფლება გიორგი ტერიშვილს თავისუფლება ლუკა ჯაფუას თავისუფლება ნიკა კაციას თავისუფლება ჯანო არჩაიას თავისუფლება ანრი კაკაბაძეს თავისუფლება არტემ გრიფულს თავისუფლება ანასტასია ზიდოვკინას თავისუფლება მზია ამაღლობელს თავისუფლება გიორგი ჩიკვაიძეს თავისუფლება დენის კულანინს თავისუფლება გიორგი ნეფარიძეს თავისუფლება ირაკლი პაპიაშვილს თავისუფლება ირაკლი ოქრუაშვილს თავისუფლება ზურა ჯაფარიძეს თავისუფლება გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლება ნიკა მელიას თავისუფლება ნიკა გვარამიას
რატიას თავისუფლება ნინო დრათაშვილს თავისუფლება ზვიან რატიას თავისუფლება ბადრი ჯაფარიძეს თავისუფლება მამუკა ხაზარაძეს გადავიდეთ. იმით. რატომ ხო? აღო ისე გადავიდეთ ხო?